გამარჯობა, დღეს 17 აპრილია, მოგესალმებით ყველას. პირდაპირ ეთერში გადაცემა თქვენი დრო და მე ლელანი მოვიწყებ მუშაობას, იმედია ელოდებით. ჩვენს გადაცემას იმიტომ, რომ მეტად აქტუალურ თემაზე ვისაუბროთ გადაცემის პირველ ნაწილში. თუ თემა და გაინტერესებთ, აკრიფეთ ის ტელეფონის ნომერი, რომელიც ეკრანზეა მითითებული. დევნილთა სამინისტროს ახალი ინიციატივა დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვას უკავშირდება. დეტალებზე ისაუბრებს ჩვენი სტუმარი ბატონი მურად აბლოთია, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი. უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის, ეს თემა ნამდვილად აქტუალურია. იყო და მე მგონი ნაკლებად იქნება თუ პროექტი განხორციელდება და შეეხება თითოეულ დევნილს, მათ ვისაც ეს პრობლემა და არა მარტო ეს აწუხებს. მოდით თავდაპირველად ავხსნათ მათთვის, ვინც არ იცის ამ ახალი ინიციატივის შესახებ. არ მგონია ახლა ვისაც საჭირო ინფორმაცია აქვს ამ კუთხით არ გქონდეს გარკვეული დეტალები, მაგრამ მოდით ამ ინიციატივაზე ხელახლა დავიწყოთ საუბარი. ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს შეეხება იმ დევნილ ოჯახებს, ვისაც სახელმწიფოს მხრიდან ჯერჯერობით არ მეუღიათ გრძელვადიანი განსახლების მიზნით რაიმე სახის დახმარება და თავიანთი ძალებით, თავიანთი შრომით, ესე ვთქვათ, შეძლეს, რომ შეეძინათ საცხოვრებელი ფართი. თუმცა არ მეუღიათ ახლა და ასეთი დევნილები ბევრნი არ იქნებიან. სამწუხაროდ ძალიან ბევრია. იმაზე მეტი ვიდრე დაკმაყოფილებული არის, ბევრად მეტი არის დარჩენილი, ვისაც დღემდე არ მეუღია. არანაირი დახმარება, ხო? გრძელვადიანი განსახლების მიზნით არანაირი დახმარება, ვისაც არ მეუღია. კონკრეტულად ეს პროექტი კი შეეხება იმ ოჯახებს, ვინც შეიძინა იპოთეკით, იპოთეკური ვალდებულებით საცხოვრებელი ფართი შეიძინა და ეს არის მათი ერთადერთი საცხოვრებელი ფართი. და ეს უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე გაფორმებული ხელშეკრულება ნებისმიერ საბანკო დაწესებულებასთან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან. ესეთ ოჯახებს ჩვენ მივეცით საშუალება, რომ შემოიტანონ განაცხადები და მათი განხილვის საფუძველზე 20,000 ლარის ფარგლებში დაკმაყოფილდნენ ეს ოჯახები. გააჩნია მათ რამდენი აქვთ ვალდებულება იპოთეკური, ამაზე არის დამოკიდებული თანხის ოდენობა, თუმცა მაქსიმალური რაოდენობა არის 20,000 ლარი. თვითონ ესე ვთქვათ ამ პროექტის განხორციელება თვითონ დევნილებიდან მოდიოდა ინიციატივა, მათი მხრიდან იყო ძალიან დიდი მოთხოვნა ამ საკითხზე. ჩვენ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობდით ამ კუთხით ეს პროექტი თუ როგორ უნდა განგვეხორციელებინა. 2015 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელშიც ეს პუნქტი იქნა გათვალისწინებული და დღეს უკვე 14 აპრილიდან ესე ვთქვათ დავიწყეთ განაცხადების მიღება. 1 მაისამდე იქნება ეს განაცხადების მიღება და ყველა ოჯახს კონკრეტულად რა განაცხადებში რა იგულისხმება, რა უნდა შემოიტანონ, ამაზე მოგვიანებით მე მინდა რომ რადგან ჩვენ ნახევარსაც სწორედ ამ თემას უნდა დაუთმოთ, ალბათ არსებობს ბაზა ბატონურად, თუ შეიძლება უფრო დეტალურად როგორია მათი რიცხვი, თქვენ ახსენეთ რომ ძალიან ბევრია ისეთი, რომელსაც არ მეუღია გრძელვადიანი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. 2 დღის წინ დაიწყო ეს პროექტი და რამდენად აქტიურობს ასეთი ოჯახი დღეს? ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ საკითხს, ბევრი მოდის, კითხულობს, აზუსტებს თუ რა პირობებით ვის შეუძლია განაცხადი შემოიტანოს. არიან ოჯახები, ვისაც აქვთ იპოთეკური ვალდებულება, მაგრამ არ იყო ეს ვალდებულება აღებული საცხოვრებლის შეძენის მიზნით. იმათ რა თქმა უნდა ისინი ვერ შემოიტანენ ამაზე განაცხადს. კონკრეტულად არის იმ ოჯახებზე, ვისაც საცხოვრებლის შეძენის მიზნით აქვს ეს იპოთეკური ვალდებულება აღებული. შესაბამისად ამ ეტაპისათვის რამოდენიმე ათეულ ოჯახს აქვს ჯერჯერობით შემოტანილი, დანარჩენები ძირითადად აზუსტებენ ინფორმაციას და დღეს და მომავალ კვირას ველოდებით ძირითად ნაკადს, ვინც შემოიტანს ამ განაცხადს. განაცხადის მიღება ხდება თბილისის ოფისში, ასევე ყველა რეგიონალურ ოფისში ხდება განაცხადების მიღება და ბათუმში ხდება ასევე დამატება. შევახსენოთ მაყურებელს ჩვენ გადაცემა მუშაობს პირდაპირ ეთერში. ჩვენი სტუმარი საუბრობს დევნილთა სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ, დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვა, თუ როგორ მოხდება, რა განაცხადი უნდა შეიტანოთ, როდის არის ბოლო ვადა და თუ თქვენ დევნილი ბრძანდებით ან სხვა რამე კონკრეტული კითხვა გაქვთ ჩვენ სტუმართან, აკრიფეთ ის ტელეფონის ნომერი, რომელიც ეკრანზეა მითითებული, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. და ალბათ მნიშვნელოვანია უკვე განაცხადის შევსება,
დოკუმენტებია საჭირო, გარდა იმისა, რომ დამადასტურებელი ალბათ რომ ის არის დევნილი, ხო? და რომ არ მიუღია არანაირი დახმარება, ეს ალბათ უკვე ბაზაში გაქვთ. რამე დეტალებს ექცევა დიდი მნიშვნელობა. აუცილებელი წარმოსადგენი არის სესხის ხელშეკრულება, რომელიც მათ აქვთ გაფორმებული შესაბამის დაწესებულებასთან და ასევე ამონაწერი თუ რამდენი ჰქონდათ ეს ვალდებულება, რამდენი დაფარიზა დღეის მდგომარეობით, რამდენი არის დარჩენილი. თავისთავად დევნილის მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მათ გააჩნიათ ეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან იქნება დაკავშირებული, ომის ვეტერნობასთან, თუ ომის ვეტერნობიდან გამომდინარე მიღებულ ჯილდოებთან და ასე შემდგომ. აი მე ამასეთ ოჯახებს ალბათ და პიროვნებებს უფრო მეტი პრივილეგია მიეჭებათ, თუ არ არის ეს მნიშვნელოვანი? არა, მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ განაცხადების შეფასება ხდება მინისტრის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი თუ რა კრიტერიუმში რამდენი ქულა იწერება, საბოლოო ჯამში ხდება დაჯამება ამ ქულების, მათ მიერ დევნილების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წინასწარი შეფასება ხდება, ის შემდგომაც ადგილზე გადის ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი, იქვე სწავლობს ყველა ოჯახს, აზუსტებს ყველა მათ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და ამის შემდგომ უკვე იხილავს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი და ეს კომისია იხილავს ყველა ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად და საბოლოო გადაწყვეტილებასაც იღებს კომისია. ტექნიკურად მაინც რთულად შესაძლებელი არის თუ არა? ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ახსენეთ ეს პროცედურა ჩვენ 2013 წლიდან უკვე ეს პროცედურა გვაქვს. ყველა გრძელვადიანი განსახლების პროექტში მუშაობს ეს პროცედურა და ყველა ერთი ბრძანებით არის განსაზღვრული ყველა საკითხი. შესაბამისად არის შრომატევადი სამუშაო არის გარკვეულ დროსთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მივიღოთ სწორი ინფორმაცია და გადაწყვეტილებები იყოს შესაბამისი და იმე ხარვეზი ან შეცდომა არ გაგვეპაროს ამ შემთხვევაში. რა ალბათობა ალბათ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ალბათობა არსებობს, ამის ძალიან დიდი თვითონ დევნილებიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება რაღაც ინფორმაციას უნებლიე და ნებისმიერ ესე ვთქვათ არასწორ ინფორმაციას გვაძლევენ, რომელსაც ჩვენ ვამოწმებთ, აბსოლუტურად ყველაფერი მოწმდება სხვადასხვა უწყებებში. არ შეიძლება ამ შემთხვევაში. თქმა უნდა არ შეიძლება. თუ მცდარი ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი, ისეთი ინფორმაცია, რომელიც გავლენას ახდენს მათ ქულებზე და შეფასებაზე, ამ შემთხვევაში ეს განაცხადი განუხილველი რჩება, ვინაიდან მან არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდა და ეს არსებითად ისეთი ინფორმაცია იყო, რომელიც კომისიას შეცდომაში შეიყვანდა. ამიტომ ჩვენ ყველას იქვე განმარტებები კეთდება, სადაც ავსებენ ამ განაცხადებს, თუ როგორ უნდა შეავსონ ეს განაცხადი, რა სახის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ და ასე შემდგომ. მაქსიმალურად ხდება განმარტება, რომ მათაც არ დაუშვან ესეთი შეცდომა. როგორც ბრძანა 14-ში დაიწყო და მოდით ვადებზეც ვისაუბროთ, რამდენი ხანი დასრულდება მიმდინარე თვის ბოლოს, ეს ვინაიდან არის გარკვეულწილად პილოტირება ხდება ამ პროგრამის, პირველად ხდება და სამოქმედო გეგმის მიხედვით $1 მილიონი არის გამოყოფილი წელს ამ პროექტისათვის. შესაბამისად ვადებით მეტნაკლებად შეზღუდული არის, გათვლილი არის იმ კონტინგენტზე, ვინც შეიძლება ეს არის საკმარის მე მგონი არ არის. ეს თანხა საკმარისი არ არის, მაგრამ ეს თანხა არის იმისათვის, რომ ჯერ ერთი თვითონ მოთხოვნა იყო ამისი, ჩვენი მხრიდან შევისწავლეთ, მაგრამ ყველა პროექტი თვითონ მიმდინარეობაში უფრო დახვეწადია, რამდენად იქნება აქტიურობა დევნილების, ამაზეც არის დამოკიდებული და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული შემდგომში. არ გამოიწვევს მაგალითად ერთი დაკმაყოფილდა და არ დაკმაყოფილდა 100 ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს ძალიან დიდი იმიტომაც გვაქვს ეს კრიტერიუმები და ქულების სისტემა, კრიტერიუმები და შესაბამისი ქულების სისტემა, იმიტომ არის რომ ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება ამ ეტაპზე მსგავსი დახმარება, ისინი მიიღებენ პირველ ეტაპზე. ნებისმიერი საცხოვრებელი ფართების განაწილების დროსაც ესე ხდება, იმიტომ რომ ერთდროულად რამოდენიმე 10,000 ოჯახის დაკმაყოფილება გამორიცხული არის. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი ეტაპობრივად და შესაბამისად ყველა მიცის რომ თუ მასზე უფრო სოციალური მდგომარეობა მძიმე აქვს ვიღაცას, სწორედ ის კმაყოფილდება პირველ რიგში და მისი რიგიც დადგება მის შემდგომ. ასეთები ძალიან ბევრი
მაყურებელი ჩვენ დარწმუნებული გვიყურებს დღეს და გვიკავშირდებოდა სხვა გადაცემებში, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გამოიყენეთ, მე მიყვარს რომ არ შემოდის უამრავი ზარი და არეკეთ ტელეფონის ნომერზე დევნილების თემა მოგეხსენებათ ყველაზე მტკივნეულია ჩვენს რეალობაში, ამიტომ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, თავისით ჩვენ სტუმარს კითხვა და აქვე ამოვწეროთ რადგან თბილისში ხდება ეს ყველაფერი რეგიონების ჩართულობა, თქვენ ახსენეთ რომ იქვე მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან. ხო, რამე განსაკუთრებულია შენიშვნა ხომ არ გექნებათ ან მოთხოვნა, ვინც ახლა რეგიონებიდან გვადევნებს თავს. პროექტი ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გვაქვს 4 რეგიონალური ოფისი, სადაც გარდა თბილისის ხდება ამ განაცხადების მიღება და შესაბამისად დევნილებს შეუძლიათ ამ რეგიონალურ ოფისებს მიმართონ. ეს არის ქალაქ ზუგდიდში, ქუთაისში, გორში და რუსთავში შეუძლიათ მიმართონ და ასევე ქალაქ ბათუმში, სადაც აჭარის მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროში ხდება ამ განაცხადების მიღება და ისინი გვეხმარებიან, ესე ვთქვათ, რომ ეს განაცხადები მოგვაწოდოთ. დაგვიკავშირდა მაყურებელი ხალხია, მოდით მოვისმინოთ ეს შეკითხვა. გამარჯობა. გისმენთ? გეთმობათ პირდაპირ ეთერი. ბრძანეთ, გისმენთ? ალო, გზავთ მოგზელა. ვარდენილი აფხაზეთიდან. 22 წლის განმავლობაში არანაირი დახმარება არ ამხია უშაო. 22 წელიწადია ტაქსის წოლა. ტაქსის წოლა გაიგებთ? და არანაირი საშუალება არ აქვს, არც იპოთეკური შესყიდულები და ძვლის მოგშეშოჩენ. ვარდენ ქირით ძველი გამგეობის, თემკის გამგეობის იმ 28 მეტრ კვადრატ კოტეჯში ვერცი ვერ შევიჭერი, არ შემეძლოდა ვერცად ვერ შევიჭერი. აქვს 2 შვილი, ეხლა ფიჭმარ ძალი მოიყვანა და თავის გოგოს სახში არის ჩემი ფიჭი და ის იმასაც არ აქვს საშუალება რომ დაინახოს 28 კვადრატში ცხოვრობ. აბა ჩემნაირმა კაცმა როგორ უნდა მოიქცეს? არც იპოთეკარი ვარ, არც ის ვარ, არც აი რა გავაკეთე. ძალიან კარგია რომ დაგვიკავშირდით ბატონო, ახლა გაგცემთ პასუხს, მადლობთ რომ გიყურებთ. გაითვალისწინეთ ყველა ის რჩევა, რომელსაც ახლა ბატონი მურად მოვიდა. პირველ რიგში აუცილებელია რომ ესეთი კატეგორიის ოჯახებმა განაცხადები შეავსონ ბინის მიღებაზე. ჩვენ მიმდინარე წლის იანვრიდან დავიწყეთ ქალაქ თბილისში განაცხადების მიღება საცხოვრებელ ფართების განაწილებაზე და მათ შეუძლიათ რომ განაცხადი შეავსონ, ესეც მიმდინარე თვის ბოლომდე არის და ოჯახი შეფასდება კონკრეტულად ამ შემთხვევაში ფასდება როგორც სოციალური კრიტერიუმებით, ასევე საცხოვრებელი ფართის სარგებლობის კრიტერიუმებით. ბატონმა აღნიშნა რომ ცხოვრობს ქირით, ამაზე დამატებით მას ქულები ენიჭება, შემოსავლის ნაწილში თუ სოციალურად დაუცველია ოჯახი, ამაშიც ქულები ენიჭება და თავისი რიგითობის მიხედვით, ესე ვთქვათ, ის მიიღებს ბინას. ჩვენი რესურსების ძირითადი ნაწილი სწორედ ესეთი კატეგორიისათვის მიიმართება, რომელსაც არ აქვს არანაირი შესაძლებლობა არც ესე ვთქვათ, იპოთეკური შესყიდვით შეიძინოს ბინა ან თავისი სახსრებით იგივე მეორე პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, სახლების შესყიდვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თანადაფინანსებითაც არის შესაძლებელი, თუ ამის შესაძლებლობაც არ გააჩნია ოჯახს, მაშინ ის დგება რიგში იმ ბინების მისაღებად, რომელსაც ჩვენ ყიდულობთ თბილისში, ვაშენებთ რეგიონებში, რეაბილიტაციას უკეთებთ და ასე შემდგომ. შესაბამისად, ესეთი ოჯახებისათვის ძირითადი თანხები სწორედ მათგან არის მიმართული. ჩვენ ახლა ამ მაყურებელს კონკრეტულად მივეცით ინფორმაცია, მაგრამ მოდით მივცეთ უფრო კონკრეტული, ასე ვთქვათ, გზა, სად მივიდეს, სად შეავსოს და როდის აქვს თვის ბოლომდე. აუცილებლად გაითვალისწინეთ, ახლა რასაც იტყვის ჩვენი სტუმარი და გააკეთეთ ისე, როგორც ის გირჩევთ. და შეიძლება ბინა გადმოგეცეთ. თუ თბილისში არის დამისამართებული ბატონი, ამ შემთხვევაში უნდა მიმართოს ვაჟა-ფშაველას 16 ნომერში, მესამე სართულზე არის განთავსებული ჩვენი განაცხადების მიღების განყოფილება, უნდა მივიდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი, ვინც ერთად ცხოვრობს, ერთ ოჯახად განიხილება და შეავსონ განაცხადი ბინის მიღებასთან დაკავშირებით. შემდგომ ამისა ხდება წინასწარი შეფასება ამ განაცხადების, მონიტორინგი ჩვეულებრივი და შემდგომ საბოლოოდ მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას. ჩვენ თბილისში გეგმავთ უკვე სექტემბრიდან ბინების განაწილებას და განაცხადების მიღება სრულდება აპრილის ბოლოს. უკვე ძალიან დიდი 4 თვეზე მეტია მიმდინარეობს, ძირითადად ნაკად შევსებული აქვს ეს განაცხადები, 4000-ზე მეტ ადამიანს დამატებით ამ 4 თვეში ოჯახს უფრო სწორედ და შევსებულია 4000-ზე მეტ ადამიანს. ოჯახს ბოლო ამ 4 თვეში და წინა წელსაც
ეს არის რომელიც ეხლა შეავსეს ჯერ ამათი განხილვა არ დაწყებულა ხდება რეგიონებში უკვე მიიღეს დანილი რეგიონებში და თბილისშიც ეს მუდმივად მიმდინარეობს რეგიონებში ახლა ბოლო ესე ვთქვათ განსახლება ჩვენ მქონდა ქალაქ ზუგდიდში 320 ბინა ოჯახს გადაეცა ბინა სულ ერთი თვის წინ ქუთაისში 109 ოჯახს გადაეცა ბინა და ეს მუდმივად მიმდინარეობს გარდა ამისა სახლების შესყიდვის პროგრამის პარკლებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს განაცხადების მიღება ყოველგვარი ვადების გარეშე ნებისმიერ დროს შეუძლიათ ამ პროგრამაში ჩაერთონ დევნილები მივიდნენ შეავსონ განაცხადი და მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში მათ განაცხადზე ისინი იღებენ პასუხს დადებითად გადაწყდა უარყოფითად თუ უარყოფითად მათონ რა მიზეზით იქნა ამის შესახებაც ეცნობებათ და საკმაოდ ესე ვთქვათ აქტიური არის ეს პროგრამა, რომელიც ასევე პილოტირება დაიწყეთ და დაახლოებით ამ თანხით იყო მსგავსი თანხით 1.213.000 წელს. დღეს 4-ჯერ დიდია ეს ბიუჯეტი და საჭიროების შემთხვევაში კიდევ გაიზრდება. მე მოვუწოდებ ამ მაყურებელს აუცილებლად შეავსოს განაცხადი და დაგვიკავშირდეს, თუნდაც ერთი თვის შემდეგ თუ თქვენ მიიღებთ ბინას ერთ თვეში ვერ მიიღებთ, თბილისში სექტემბრამდე არ ექნება ამ შემთხვევაში. სექტემბერში მაინც თუ ჩვენი გადაცემის შემდეგ ამ ინფორმაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ ბინა, ჩვენ გაგვიხარდება უბრალოდ მოგვაწოდოთ ინფორმაცია და გვიყურეთ და გვიკავშირდით. ახლა კი კვლავ მორიგი მაყურებელია ხაზზე და მოვისმინოთ რა აინტერესებს მას. გამარჯობა. გისმენთ. ეთმობათ პირდაპირ ეთერი ჩვენი თხოვნა ჩავწიეთ თქვენს ტელევიზორებს და გაითიშა როგორც მაცნობებენ გადმორეკეთ დიდხანს არ გველოდებით ამიტომაც გოდიშ გიხდით მაგრამ მოусმინოთ უნდა სტუმარს და მისი პასუხი უნდა იყოს ამომწურავი არ დაგეზარდ გადმორეკეთ და კიდევ სხვადასხვა პროექტები რომელიც ხორციელდება თქვენი სამსახურის მიერ რომელიც ეხება რა თქმა უნდა დევნილებს და რა შემდეგ რა ეტაპი შეიძლება ესე ვთქვათ განიხილებოდეს თქვენ სამსახურში რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს. ჩვენ გრძელვადიანი განსახლების კუთხით რამოდენიმე პროგრამა გვაქვს ეს შეეხება რეაბილიტაციებს ყოფილი სახელმწიფო დაწესებულებების შენობების რომლებიც რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ჩვეულებრივ საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდება ეს ერთი მიმართულება არის რომელიც აქტიურად მიმდინარეობს მეორე მშენებლობები ახალი მშენებლობები რეგიონებში ახლა კონკრეტულად ახალი მშენებლობა ქუთაისში მიმდინარეობს სულ რამოდენიმე თვის წინ დაიწყო ასევე იგეგმება ზუგდიდში მაისის თვიდან სავარაუდოდ დაიწყება უკვე მშენებლობა ქალაქ გორში ვგეგმავთ ესეთ მშენებლობებს და თბილისში გვაქვს ქართული მენაშენებებისაგან ბინების შეძენის პროგრამა, რომლითაც ერთი მხრივ ხელს უწყობთ იმასაც, რომ დაუსრულებელი მშენებლობები, რომლებიც წლების განმავლობაში იყო თბილისში, გარკვეული ფინანსური რესურსების გამო გაჩერდა ეს მშენებლობები, სწორედ ესეთი მენაშენებს ხელს უწყობთ, რომ ის კეთილსინდისიერად ასრულებს თავის ფუნქციებს და მშენებლობას აწარმოებს, იმათგან შევისყიდოთ ბინები დევნილებისათვის. გარდა ამისა, სამინისტროს უკვე შეძენილი აქვს 600-მდე ბინა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებული ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი ნაწილი სექტემბერში იქნება და სექტემბრის შემდგომ წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში იქნება სხვა ბინებიც ასევე, რომელიც განაწილდება თბილისში მცხოვრებ დევნილებს. ბატონო, აი როგორ ნაწილდება ბინა, ის როგორ გადაეცემა თითოეული ოჯახის სულადობის მიხედვით არის და თან რამდენად კეთილმოწყობილი არა შედის ვიცით რომ სხვადასხვა პროექტი ხორციელდება სხვა რეგიონების მიხედვით და სოციალური მდგომარეობა მათი არის აქაც მე მგონი გათვალისწინებული. ეხლა გვაქვს ერთიანი სტანდარტი, ყველგან კეთდება ერთი სტანდარტით, ყველა ბინა მისი რეაბილიტაცია ხდება თუ მშენებლობა, მინიმალური სტანდარტები დადგენილია, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად დაცული. ყველა ბინა არის აბსოლუტურად დასრულებული, სრულყოფილი, გარდა ავეჯისა ბინაში დევნილებს არაფერი არ აქვს გასაკეთებელი, სველი წერტილები მოწყობილია, სრულად გარემონტებულია ეს ბინები ყველა, რომელსაც ჩვენ დევნილებს გადავწევთ. აბსოლუტურად ყველა ბინა გაზიფიცირებული, ელექტროენერგიით, წყლის სისტემით, ყველაფრით უზრუნველყოფილი არის ეს ბინები. სტანდარტი არის 1 და 2 სულიან ოჯახებზე გაიცემა ერთოთახიანი ბინები, 3 და 4 სულიან ოჯახზე გაიცემა ერთოთახიანი ბინები, 3 და 4 სულზე ოროთახიანი, 5-6 სამოთახიანი და ასე შემდგომ. გასულადობის მიხედვით გადაეცემა ყველა დევნილ ოჯახს. ასევე დადგენილია სტანდარტები თუ ერთოთახიანი ბინა, რამდენი კვადრატი უნდა იყოს ოროთახიანი და ასე შემდგომ.
ну სტანდარტები ნელა იხვეწება, უფრო უკეთესი ხდება და მუდმივად ესე ვთქვათ მიდის მუშაობა იმაზე, რომ ჩვენს მიერ რეაბილიტირებული ანახალაშენებული ობიექტები იყოს უფრო მაღალი სტანდარტის და ის შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ბატონო, ძალიან ბევრი ოჯახს, დევნილ ოჯახს უთხეს უარი. ალბათ ეს ქულების მიხედვით, როგორც ახსენეთ თქვენ, განისაზღვრება. აქ თუ არა მათ ხელახლა განცხადების შეტანის უფლება და უბრალოდ იყვნენ თუ არა მოლოდინში, რომ მათი რიგიც მოვა. აუცილებლად ნებისმიერ ოჯახს შეუძლია ხელმეორედ გააკეთოს განაცხადი, თუმცა ამის ვალდებულება არ არის, იმიტომ რომ ერთხელ თუ შეავსო დევნილმა განაცხადი, ის მუდმივ რეჟიმში მონაწილეობს ყველა კონკურსში და ყველა პროექტში, რომელიც ჩვენ გვექნება. მისი ადმინისტრაციული ერთეულის შესაბამისად, თბილისში ვინ შეავსო განაცხადი, ის თბილისის ყველა პროექტში ღებულობს მონაწილეობას. ზუგდიდში შეავსებს იქ ღებულობს ყველა პროექტში მონაწილეობას და თავისი რიგითობის მიხედვით როგორც კი მოუწევს მას უკავშირდება ჩვენი ჯგუფი, მიდის ადგილზე მონიტორინგის შესწავლა და შემდგომში უკვე კომისიაზე გადის მისი საკითხი და კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გადაეცემა ბინა. უარი ესე კონკრეტულად ვისაც ეთქმევა, ეს ოჯახები შეიძლება იყოს ისეთები, ვისაც აქვს უკვე საცხოვრებელი თავისი და ამ ეტაპზე არ საჭიროებს გრძელვადიან განსახლებას, ან ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფოსგან უკვე ერთხელ ფულადი კომპენსაცია, ან საცხოვრებელი ფართი და სხვადასხვა მიზეზებით დაკარგა, ან ასე ვთქვათ ხელმეორედ ცდილობს, რომ იმ ფართის სიმცირის გამო მიიღოს, ესეთ ოჯახებს ამ ეთქმევა ამ ეტაპზე უარი. სხვა ნებისმიერი ოჯახი არის მოლოდინის რეჟიმში და ისინი ყველა მიიღებენ ამ საცხოვრებელ ფართებს თავისი რიგის მიხედვით. დაგვიკავშირდა მაყურებელი, მოვისმინეთ მისი შეკითხვა, გამარჯობა. გამარჯობა. დედაჩემის თავმაზე მინდა გითხრათ. ტურნირის სტატუსი არ აქვს, მაგრამ ძალიან გაუცადელ ვითარებაში ცხოვრობს და შეიძლება რომ ასეთ პიროვნებას დევნილი არ თუ დევნილი არ ძაბება. დევნილი არ არის ჩვენი ბენეფიციარი, არ არის ამ შემთხვევაში და სამწუხაროდ ჩვენ ვერ დავეხმარებთ. სოციალურად დაუცველი მოქალაქებთან დებადე და ალბათ სწორედ ამიტომაც ჩვენ ამ თემას ძალიან ხშირად განვიხილავთ მოწვეულ სტუმრებთან ერთად და გვიყურეთ ხშირად, იმიტომ რომ ეს არის პრობლემა, რომელიც ძალიან ბევრ ქართველს აწუხებს. მადლობა რომ გვიყურებთ და კიდევ თუ არის გეგმაში ისეთი პროექტები, რომელიც დევნილებისთვის იქნება ხელსაყრელი, სახარბიელო, საინტერესო და რა თქმა უნდა, ყოველწლიურად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იზრდება ბიუჯეტი 2012 წელს, რაც იყო იმასთან შედარებით წელს 3-ჯერ მეტია, 300%-ით არის დევნილების კუთხით დაფინანსება ფაქტიურად გაზრდილი და შესაბამისად ამ დაფინანსების გაზრდა ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ბინა კეთდება ჩვენი სამინისტროს მიერ და რა თქმა უნდა ყველა დევნილს იქნება თუ არა ეს გრძელვადიანი პროექტი და მიიღებს თუ არა თითეული დევნილი თავის საცხოვრებელ საკუთარს. თავისთავად გრძელვადიანია, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამდენი 10,000 დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება ერთდროულად ვერ ხერხდება და იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გვაქვს, მუდმივ რეჟიმში იქნება ესე ვთქვათ ამ პროექტების განხორციელება. ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კერძო მესაკუთრეების ესე ვთქვათ ფართებში მცხოვრები დევნილებისთვის დავიწყეთ ამ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა. ქონდა თბილისში ესეთი რამოდენიმე ობიექტი, სადღაც 12-მდე ობიექტი მარტო შარშან შევიძინეთ, სადღაც 4,000-ზე მეტი ოჯახი იყო განსახლებული, ისინი წლები ცხოვრობდნენ აქ, თუმცა კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და კერძო მესაკუთრეებისაგან გამოვისყიდეთ და გადავეცით დევნილებს საკუთრებაში. ამითი როგორც დევნილების ინტერესი და მათი სურვილი იყო, რომ ეს ბინები მიეღოთ, ასევე კერძო მესაკუთრეების ინტერესი გავითვალისწინეთ, რომ თითქმის 2,000 წლის განმავლობაში ეს ადამიანები თავიანთი საკუთრებით ვერ სარგებლობდნენ. და შესაბამისად ეს პროექტი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და უკვე წელსაც ერთი ობიექტის შესყიდვა განხორციელდა და დაგეგმილია, რომ წლის განმავლობაში კიდევ მოხდება ანალოგიური შესყიდვები. ასე რომ რამოდენიმე კუთხით მიმდინარეობს მუშაობა, მარტო არ არის კონკრეტულად ერთი პროექტი, რამოდენიმე პროექტი არის, რომელიცაც ვცდილობთ, რომ ესე ვთქვათ დავაკმაყოფილოთ დევნილების საცხოვრებელი ფართებით. მოდით უპასუხოთ მორიგ მაყურებელს, რომელიც ხაზია, გამარჯობა. გისმენთ. მე კითხვა მოკეთეთი, ჩვენ მიდებული გვაქვს ბინა 400-ზე, 20 სახალ კორპუსებში. და მაინტერესებს, მოხდა შემდეგ, ამით თავიდან მე მგონი ძალიან ცოტა ფაქტი გამოგვეყვეს 400-ზე და შემდეგ მოხდა ახლა ორდერში 3 სული შემატება, მეუღლე მოიყვა, იჭვა მოიყვა ცოლი და ყავს 2 ბავშვი. რა
უფლებებსაც გაფართოვებაზე თუ შეიძლება რა პერიოდში თუ გაქვთ თავის ვიცი ხაზზე დარჩით ქალბატონო ეს თქვენი საცხოვრებელი ფართია უკვე გადმოგეცათ და გაფართოვებაზე ეკითხებით კი უკვე გადმოგეცა მაგრამ როცა გადმოგცეს 4-ზე მოგცეს 2 ოთახიანი ბინა და მაშინაც იყო პატარა ფართი არა ეს 4-ზე იმ დროისაც ხდება არა შეკითხვა მადლობთ რომ დაგვიკავშირდით გიპასუხებთ ის დევნილი ოჯახები რომელსაც მიიღეს საცხოვრებელი ფართები და 4-ზე ახალაშენებულ კორპუსებში აქვთ მიღებული 2 ოთახიანი ბინა და სტანდარტის შესაბამისად ეკუთვნოდათ 2 ოთახიანი ბინა. მართალი ოჯახები მრავლდება იზრდება, მაგრამ თუ სახელმწიფო ამ ოჯახის მიმართ უკვე მოხდილია თავისი ვალდებულება და უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით, მათ ამ ეტაპზე სამწუხაროდ ჩვენ ვერ დავეხმარებით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი, როგორც ვახსენე, ძალიან 10,000-ობით ოჯახია, რომელიც არის მოლოდინის რეჟიმში და სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დახმარება არ მეუღია. ძალიან დიდი მადლობა შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების დაფარვაზე, თუმცა მანამდე სანამ შევაჯამოთ კვლავ მაცნობელი რომ ზარია და მაყურებლის შეკითხვას უნდა უპასუხოთ. გამარჯობა. გისმენთ. სტანეთ გეთმობათ პირდაპირ ეთერი. ჩვენ თხოვნა ჩაუწიოთ სანამ დაგვიკავშირდებით ტელევიზორებს წინააღმდეგ შემთხვევაში ტექნიკური ხარვეზია პირდაპირ ეთერში თუ ხაზზე ხართ შეგიძლიათ დაუსვათ სტუმარს კითხვა პირველიდან იანვარში დავწერე განცხადება დიახ სოფელში მინდა გადავიდე ცხილად ნახლოს და როგორია ჩემი საქმე ხომერმენტი მაგრამ თავიდან არის მოდა თქვენი საუბარი თუ შეიძლება გითხარით კონკრეტული შეკითხვა რა შემდგომარეობს ვინის მიღება გიდათ დევნილი საიდან ბრძანდებით და უფრო მეტი ინფორმაცია თქვენზე მოგვიყევით მინდა გადავიდე სოფელში საცხოვრებლად თქვენი სახლების შესრულების პროგრამა დიახ და როგორ უნდა მოიქცეთ ბატონო გასაგებია მე მგონი გიპასუხებთ ბატონი მურადი მადლობა რომ გვეყურებთ სოფლად სახლების შესყიდვის პროგრამის პარგლებში აქვს ბატონს როგორც ჩანს შევსებული განაცხადი იანვრის თვეში შევსებული განაცხადების შეფასება დასრულებული არის აბსოლუტურად ყველასი მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი ძირითადი ნაწილის დასრულებულია მონიტორინგის და გადაწყვეტილებებიც ამიღებული უკვე მიმდინარე წელს 71 ესეთი სახლი შეუძინეთ დევნილებს ალბათ ბატონის განაცხადიც არის ან მონიტორინგის რეჟიმში ან კომისიაზე განხილვაზე კონკრეტულად სახელი და გვარი შემთხვევაში შეიძლება უზუსტოდ და მივაწოდოთ ინფორმაცია მის საკონტაქტო ტელეფონით უგექნება. ცხელი ხაზის ნომერი თუ არსებობს რომ დაგიკავშირდეთ მაყურებელი ან კონკრეტული მისამართი სადაც შეუძლია მოვიდეს და მიიღოს სრული ინფორმაცია. რა თქმა უნდა ჩვენთან 2014 წლიდან არის დევნილთა მისაღების ცენტრი გაიხსნა, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით ემსახურებიან დევნილებს 11 სხვადასხვა სახის მომსახურება ეწევათ. ნებისმიერ დევნილს შეუძლია მივიდეს და ადგილზე გაარკვიოს მათთვის საინტერესო ნებისმიერი საკითხი. ადგილზე უწევენ ყველა სახის მომსახურებას. ამით მეტეს, რა თქმა უნდა, როცა განაცხადი აქვს შევსებული ამა თუ იმ პროექტის პარგლებში, იმას აუცილებლად მიაწოდებენ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. გამარჯობა მაყურებელი და მორიგი შეკითხვა მოვისმინეთ. გამარჯობა. გისმენთ გეთმობათ პირდაპირ ეთერი. ძანეთ. მაინტერესებს ახალგაზრდებისთვის პრაიმი არის დახმარება იმ მხრივ რომ მშობლები არც ერთი არ მუშაობს. დედა და ბავშვი არიან ლტოლვილები. მამასაც არ აქვს საცხოვრებელი არანაირი ფართი და უმუშევრებია ორთავე. და აღრიცხვაზე აყვანა ხდება ასეთი ოჯახების თუ ვის მივმართოთ რომ განხადებით მოგმართოთ ორი წლის სად ცხოვრობენ ტერიტორიულად სად ცხოვრობენ ეს ადამიანები ტერიტორიულად ამ წუთში ფაქტიურად ცისქვეშ არიან იმიტომ რომ ჰქონდათ ცოტა ხნით ბინა ნათირავები არა რომელ რეგიონში განდობიან ქალბატონო თბილისში არის ბატონო მადლობ წარისთვის გიპასუხებთ თბილისში მცხოვრები ყველა მცხოვრებმა ყველა დევნილმა უნდა მიმართოს ვაჟა-ფშაველას 16 ნომერში მესამე სართულზე განაცხადების მიღების განყოფილებას სადაც შეავსებენ განაცხადს და ამის მიხედვით მიიღებენ ბინას. რა თქმა უნდა მივიდნენ, ვისაც მსგავსი განაცხადი არ აქვს გაკეთებული, უნდა მივიდეს, გააკეთოს განაცხადი, რომ მათი საკითხი იქნეს
შესწავლილი და შესაბამისად ჩვენ გქონდეს ისინი მონაცემთა ბაზაში, რომ დაუკავშირდეთ მათი რიგის დადგომის შემთხვევაში, რომ ჩვენი ჯგუფი მივიდეს მათთან. ძალიან დიდი მადლობა პირდაპირ ეთერში საუბრობდა ბატონი მურად აბლოთია, დევნოთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი. წარმატებებს გისურვებთ, არ გადართოთ რეკლამის შემდეგ. ჩვენ დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში და დაცულ ტერიტორიებზე ვისაუბრებთ.